ჯიკიჩი და შენგელია, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა პრობლემები გქონდა. ალექსანდარ ჯიკიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. როგორ შეეწყო საქართველოს ნაკრებს, ძალიან რთულია ჩემთვის, რადგან სერბი ვარ და მოვდივარ ქვეყნიდან, რომელიც ცნობილია სიწყნარით და მოთმინების შენარჩუნებით, ხუმრობს. ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ არ ვარ ქართველებთან მუშაობის წინააღმდეგი და მათით ძალიან ვამაყობ. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა პრობლემები გქონდა. თქვენ ეს არ იცით, რადგან ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ისე, რომ პრობლემებზე არ გვესაუბრა. ამაკია თუ არა საქართველოს ნაკრებით, ჩემი პირველი მიზანი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მეორე მიზანი იყო, რომ რიგაში ჩამოვსულიყავით და ესეც გავაკეთეთ. შემდეგ მერვედფინალში ჩვენი მეტოქე დავამარცხეთ და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ფინეთისთვის რთული მეტოქე ვიყავით. ახლა კი, თქვენ მითხარით, კმაყოფილი უნდა ვიყო. მე ამაკი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე, ახლა არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ორი კაცი ნბეში გვყავს, ორი ევროლიგაში. შესაბამისად, ყველაფერი შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. გავაკეთებთ თუ არა ჩვენს მაქსიმუმს. დიდი იმედი მაქვს. მაგრამ პირობის მიცემა არ მიყვარს, ასეთი ადამიანი არ ვარ. ხანდახან პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი, სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ამაკი იმის, რაც აქ გავაკეთეთ. თორნიკე შენგელია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თამაშზე, პირველ რიგში, ულოცავ მწვრთნელ ლასის და ფინეთის ნაკრებს, დღეს ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რომ ისინი შეგვეჩერებინა, მაგრამ ძალიან ეფექტიანები იყვნენ. პერიმეტრიდან 55, იანი სიზუსტით ისროდნენ, ჩვენ კი 32 ით. მათი სროლების ნახევარი კი რთული პოზიციიდან იყო. ძალიან რთულია ასეთი გუნდის შეჩერება. ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ ახლა თავს კარგად არ ვგრძნობთ, მაგრამ ამავდროულად ამაკები უნდა ვიყოთ, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში ყველას ვაჩვენეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. შეგვეძლო უფრო შორს გასვლა. კი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და შესაძლოა მომავალში მოხდეს. ფინელი ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა გაბრაზებულები მსაჯობით, თუ კითხვის მიზეზი ის არის, რომ თქვა მსაჯების გამო წავაგეთო, ეს ასე არ არის, მათ ჩვენ დაგვამარცხეს, სამართლიანად. იყო ისეთი მომენტები, როცა უსამართლობა ვიგრძენი. კი. მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია. ისინი უბრალოდ ჩვენზე უკეთესები იყვნენ. საკუთარი თავით ვარ უკმაყოფილო, რადგან შანსი არ მომეცა, რომ მწვრთნელი ლასისთვის და ფინეთის ნაკრებისთვის მიმელოცა პარკეტზე.